ჩვენი ქვეყანაც რადგან განვითარებული ქვეყანაა, დაზღვევა უფრო უნდა გაძლიერდეს. ის ბუნებრივად ეგრე წარმომიდგენია. რაღაცა გვაჩუქა, მაგრამ რას ჩუქნის არ ვიცით. და ამ საჩუქარს რო გვართმევს, რა შემთხვევაში წაგვართმევს, ეგეც არ ვიცით. ალბათ პასუხი იქნებოდა, რომ აი სადღაც საიდე წერია დაუშვათ რა. ეგ ხო არც ვის აღებს. ეგრე თელი კაცობრიობის ისტორია წერია სადღაც. შეიძლება თუ არა ადამიანმა თავისი რეპუტაცია იუთუბერმა დაასწიას. მაგის აქ ეგეთი საშიში ალბათ არავის არ აქვს ისე. რეპუტაციის დაკარგვა და ეს გაქენცელება, ასე გაქენცელების საშიშროება არის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე, რომელიც ბევრ ადამიანს ემართება თან. Public trust დაკარგვა. სხვათა შორის კიმ კარდაშიანის ქლოს ეძახიან ამას დაზღვევაში. ეგ ახლა საქართველოში იქნებოდა კარგი. იმიტომ რომ ბევრი დიდი კომპანია ცდილობს ამ სფეროში შემოვიდეს. რეპუტაციული დაზღვევა ალბათ გაუმარტივებდათ ძველადიან თანამშრომლობას.